ეს საოცრად არომატული რიკოტას გულსართი, გამომცხვარი ბადრიჯანი და ეს პომიდორის соуსი რაღაცა ზღაპრული გემოებია. იდეალურია როგორც გარნირად, ასევე მე ძირითადად კერძადად ძალიან დიდი სიამოვნებით მივირთმევ. გონია რომ ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება. გამარჯობა, მე სოფო ვარ და დღეს მოვამზადებთ ბადრიჯნის ხვეულებს რიკოტას შიგთავსით პომიდორის соуსში. ყველა ინგრედიენტი მოვიმარაგე Libres სუპერმარკეტში. ძალიან კომფორტულია, როდესაც შეგიძლია ერთ სივრცეში შეიძინო ყველა საჭირო ინგრედიენტი და თან ბიუჯეტურად. პირველ რიგში მივხედოთ ბადრიჯანს, ვაჭრით წინა და უკანა მხარეს და ვჭრით მაქსიმალურად ერთნაირი ზომის ნაჭრებად. ნაჭრები არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი. აი დაახლოებით ესე. დაჭრილ ბადრიჯანს ორივე მხრიდან ყველა ნაჭერს ვაყრით მარილ და ესე ვანაწილებთ დიდ ლანგარზე. ამ მდგომარეობაში ვაჩერებთ დაახლოებით 10 წუთით, რომ კარგად გამოუშვას სიმწარე და ზედმეტი სითხე. სანამ ბადრიჯანს ველოდებით, მანამდე მოვამზადოთ მარტივი მარინარას соуსი. ტაფას ვდგავთ საშუალო წვაზე, ვამატებთ 1 ორ სუფრისკოს ზეითუნის ზეთს და ვამატებთ დაჭყლეტილ ან გახეხილ ნიორს. ნიორს ვაჩერებთ ტაფაზე დაახლოებით 2 წუთი, რომ გამოუშვას არომატი. დროის გასვლის შემდეგ ვამატებთ დაჭრილი პომიდორის კონსერვს. როგორც ჩაივლის პომიდორის соуსის მომზადება, ეროზე არ გადამესხას. ვამატებთ მარილს, შავ და ღერღილ პილპილს, ხმელ ორეგანოს. თუ შეგხვდათ მჟავე პომიდორის კონსერვი, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი იმისთვის, რომ ზედმეტი სიმჟავე გაუქროთ. ტაფას ვაფარებთ თავსახურს და ვადუღებთ соуს დამატებით 5-7 წუთი, რომ ყველა არომატი კარგად გაუჩნდეს ერთმანეთს. соуსი მზად არის, მზა соуს ვაფარებთ თავსახურს და ვინახავთ ცალკე. გამოვიცვალეთ და დაგიბრუნდით соуსის გარეშე. соусიანი აღარ ვარ. ამასობაში ბადრიჯანიც გამზადდა და დავჭირდება სამზარეულოს ხელსახვეცი. ისი დახმარებითაც კარგად გამომშრალებთ. ნუ გაწურავთ ზედმეტად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბადრიჯანი დაკარგავს ფორმას და აღარ იქნება ლამაზი. ტაფას ვდგავთ საშუალოზე მაღალ წვაზე. შემდეგ ვამატებთ რამოდენიმე სუფრისკოს ზეითუნის ზეთს და გახურებულ ტაფაზე ვალაგებთ ბადრიჯანს. ბადრიჯანს ვამზადებთ ორივე მხრიდან და ვბრაწავთ გაუქმებამდე. სანამ ბადრიჯანი იწვება, მანამდე მოვამზადოთ რიკოტას გულსართი. რიკოტა გადამაქვს თასში, ვამატებ გახეხილ ან დაჭყლეტილ ნიორს, ლიმონის ცედრას, მარილს, შავ და ღერღილ პილპილს და გახეხილ პარმეზანს. ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ, მაგრამ დამიჯერეთ კერძ განსაკუთრებულ არომატს აძლევს. კარგად ვაერთიანებთ მასას და ჩვენი გულსართიც მზად არის. შემწვარი ბადრიჯანი გადაგვაქვს ცალკე თეფშზე და პროცესს ვაგრძელებთ მანამ, სანამ არ შევწავთ მთელ ბადრიჯანს. ბადრიჯანი მზად არის, აი დაახლოებით ესე უნდა გამოიყურებოდეს, ძალიან ნუ დაბრაწავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ ლამაზად გადახვევა. ოდნავ შევაგრილე, მიუბრუნდეთ რიკოტას გულსართს, იღებთ ბადრიჯანს, ვათავსებთ გულსართს და ესე ვახვევთ. ბადრიჯანი გავახვიე, აი ესე გამოიყურება. შეგვიძლია გადავიდეთ კერძის აწყობაზე. დაგჭირდება ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც გადაგვაქვს ჩვენი წინასწარ მომზადებული სწრაფი მარინარას соуსი. соуს ვანაწილებთ ჭურჭლის ძირზე. შემდეგ კი ვიწყებთ გადახვეული ბადრიჯნის ჩალაგებას. ზემოდან ვაყრით გახეხილ მოცარელას, ან ამ შემთხვევაში მე მქონდა სულგუნი და მოვაყრი სულგუნს. არ ჭირდება ბევრი და ვახეხავთ პარმეზანს. გამთხუმელში გრილის რეჟიმზე დაახლოებით 7-10 წუთი, რომ კარგად მოებრაწოს თავი და ყველა გემო ერთმანეთს გაუჯდეს. სულ რაღაც 10 წუთში ბადრიჯანიც გამოცხვა, აი ესე ზღაპრულად გამოიყურება. ზემოდან ვაყრით ცოტა წვრილად დაჭრილ ოხრახუშს და უბრალოდ ნახეთ რა საოცრებაა. ყველა საჭირო ინგრედიენტის შეძენას შეძლებთ Libres სუპერმარკეტში.